დასავლეთ ვირჯინია, ერთადერთი შტატი, რომელიც სრულად აპალაჩის მთებში მდებარეობს. ველური და მშვენიერი, ამგვარ სლოგანს დაინახავთ ადგილობრივი ავტომობილების სანომრე ნიშანზე. ყველაფერი სიმწვანით არის შემოსილი, მდინარეები, ტბები, მთისძირას მარტოხელა სახლები. პასტორალური პეიზაჟები, რის გამოც ეს ადგილი ტურისტებს ძლიერ უყვართ. თუმცა, სხვა დასავლეთ ვირჯინიაც არის, რომლის შესახებაც წერენ გამოცემებში და სახელმწიფო თათბირებზე საუბრობენ. ამ დასავლეთ ვირჯინიაში უკვე 10 წელია, რაც ეკონომიკური კრიზისი გრძელდება და ყოველი მეხუთე მცხოვრები ოფიციალურად გაჭირვებულად ითვლება. ეს განსაკუთრებული შტატია, მუშათა კლასის სამშობლო, ლურჯი საყელოების და მის გასაგებად საჭიროა ისტორია ყველაზე მთავარი სიმბოლოდან დაიწყო, ნახშირით. ქალაქ პეკრის მაღაროელთა მხარის კარიბჭეს უწოდებენ. ტონი ბასკონი სამთო მოპოვების მუზეუმში ექსკურსია მძღოლად მუშაობს. 17 წლის ვიყავი, სკოლის გამოსაშვები კვირა იყო. უკვე ორშაბათს ნახშირის მაღაროში ჩავეშვი, თითქმის 5 კილომეტრის სიღრმეზე. ნაცვლად შემეძლო კოლეჯში წავსულიყავი, მაგრამ იმხანად მაღაროელებს კარგად უხდიდნენ. უფრო მეტის შოვნა შემეძლო, ვიდრე 4 წლიანი სწავლის შემდეგ. კოლეჯის 4 წლის ნაცვლად ტონი ბასკონის 40 წლიანი მიწისქვეშა გამოცდილება აქვს. როდესაც 70-იანი წლების ბოლოს კარიერას იწყებდა, სამთო საწარმოებში საათში $13-მდე იხდიდნენ, რაც ქვეყანაში საშუალო მაჩვენებელზე თითქმის 3-ჯერ მეტი იყო. 80-იანი წლები დარგის აღზევების ხანა იყო. მხოლოდ დასავლეთ ვირჯინიაში წელიწადში 200 მილიონ ტონა ნახშირს მოიპოვებდნენ. მოთხოვნის მკვეთრმა ზრდამ 70-იანებში მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია. როდესაც სამუშაოს ვიწყებდი, ნახშირი ყველგან იყო. მხოლოდ დასავლეთ ვირჯინიაში 60,000-ზე მეტი მაღაროელი იყო. ახლა 10,000-მდე დარჩა. ნახშირს შტატისთვის დღემდე დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ბოლო წლებში შემცირება დაიწყო. დასავლეთ ვირჯინიაში მოპოვება 90-იანი წლებიდან მცირდებოდა, მაგრამ ბოლო 10 წელი ისტორიაში შევიდა როგორც ნახშირის ომები. ბრძოლამ გარემოს დაბინძურებასთან ნახშირზე მოთხოვნის ვარდნა გამოიწვია. ბოლო დროს მთელს ქვეყანაში ნახშირზე მომუშავე ასეულობით თბოსადგური დაიხურა. გაზზე, მზის ან გარის ენერგიაზე გადავედნენ. მოთხოვნა უწინდელზე გაცილებით დაბალია, მაგრამ ჩვენ კვლავაც ნახშირის ექსპორტს ვახდენთ. იმ ქვეყნებში, სადაც ის ენერგიის მთავარ წყაროდ რჩება. თუმცა ექსპორტზე დაყრდნობა არ უხდებათ. სხვა ქვეყნებში გაყიდვებზე აშშ-ში წარმოებული ნახშირის საერთო რაოდენობის 10% მოდის. დღეს ტონი მუზეუმის სტუმრებს უყვება არა ეკონომიკისა და რიცხვების შესახებ, არამედ მაღაროელების ცხოვრების შესახებ. ხელში სპეციალური ლანჩბოქსი აქვს, რომელსაც 60 წლის მანძილზე იყენებდა. ზედა ნაწილში დესერტი იყო, შემდგომ ძირითადი კერძი, ძირში კი წყალი. შეხედეთ, ჩემი ჭურჭელი აქ დგას. მე კი მაღაროში იქით მუშაობ. ჩემი კოლეგა პატარა ჯონი წყლის დასალევად ჩამოდის, მაგრამ მისი წყალი უკვე გათავდა. ჩემის დალევას აპირებს. მაღაროელებს უნდა მოეფიქრებინათ ის თუ როგორ აერიდებინათ ამგვარი მდგომარეობა. მაშინ წყალში პროთეზის დატოვება დაიწყეს. მაღაროელებს განსაკუთრებული იმუნორის გრძნობა აქვთ. მძიმე სამუშაოს არასაწინააღმდეგოდ, არამედ შესაძლოა წყალობითაც კი. ყოველი დღე სახანძრო უსაფრთხოების უფროსი მეთანის დონეს ამოწმებს. ახლა ამისთვის აღჭურვილობა არის, მაგრამ ადრე მაღაროელებს ყოველთვის იადონი ჰყავდათ, რომელიც აირების მიმართ მგრძნობიარეა. თუ ფრინველი შფოთავდა და ეცემოდა, ეს ნიშნავდა იმას, რომ მაღაროში არასაკმარისი ჟანგბადია. ზუსტად რომ მაღაროელების ლექსიკონიდან მოდის გამოთქმა იადონი მაღაროში, ანუ მომდინარე უბედურების მანიშნებელი, რომელიც დასავლეთ ვირჯინიაში ნახშირის საწარმოების დახურვასთან და უმუშევრობასთან ერთად მოვიდა. წლობით მიწისქვეშ მაღაროელებმა ძირითადად პროფესიული ტრავმები გამოიმუშავეს, ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, ვეტერანი მაღაროელის ყოველდღიური ცხოვრება. ისევე როგორც გამაყუჩებლები, რომელთა შორის განსაკუთრებულად ძლიერი პრეპარატებიც არის, ოპიოიდური ანალგეტიკები. დასავლეთ ვირჯინიაში ამ წამლებმა ნარკოდამოკიდებულების ეპიდემია გამოიწვია. აქ ბევრი ისეთი სახლია, რომელიც მხოლოდ ერთი შეხედვით მიტოვებული ჩანს, თუმცა მრავალში ხალხი ცხოვრობს, მიუხედავად აჭედილი სარკმელებისა. ეს არის თანამედროვე დასავლეთ ვირჯინიის ერთ-ერთი სიმბოლო და იმისა, თუ რა დამართა მას ოპიოიდურმა კრიზისმა. მუდმივი ტკივილით შეწუხებული მაღაროელები ფარმაცევტული კომპანიების მთავარი სამიზნე გახდა. და ექიმებიც, რომლებიც მოგების ძიებაში ძლიერ მოქმედი პრეპარატების ასეულობით რეცეპტს გამოწერდნენ. მიჩვევა ადვილი იყო. 7 წელიწადში რეგიონში მილიარდზე მეტი ოპიოიდების შემცველი გამაყუჩებელი აბი გაიყიდა. წელიწადში ყოველ მცხოვრებზე 70 აბი. ამჟამად დასავლეთ ვირჯინიაში აშშ-ში ნარკოტიკებით ზედოზირებით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ოპიოიდურ კრიზისზე ეროვნულ დონეზე რამდენიმე წლის წინ ალაპარაკდნენ, როდესაც რიგ შტატებში მდგომარეობა ეპიდემიაში გადაიზარდა. ჯარდებულთა ადგილზე აღმოჩნდნენ როგორც ექიმები, რომლებიც პრეპარატებს გამოწვდნენ, ისე ფარმაცევტული გიგანტები. კრიზისის დასაწყისიდან ეპიდემიასთან საბრძოლველად დასავლეთ ვირჯინიაში $70 მილიონ მეტი გამოყვეს. შტატსა და მის მცხოვრებლებს ნორმალური ცხოვრებისთვის დაბრუნებაში ტერი გაილსი ეხმარება. ტერი დასავლეთ ვირჯინიაში დაიბადა და გაიზარდა. 30 წელი სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა. აშშ-ის სენატში და არაკომერციულ ორგანიზაციებში, ეკონომიკური განვითარების პროგრამებში, თუმცა ეროვნული და საერთაშორისო დონის პროექტები წარსულს ჩაბარდა. ტერიმ პოლიტიკაში კარიერა მიატოვა და მშობლიურ შტატში დაბრუნდა, რათა თანამოაზრეებთან ერთად მისი აღორძინება დაიწყო. ჩვენს ორგანიზაციას Appalachian Waters ორი ძირითადი მიმართულება აქვს. ქმნით სამუშაო ადგილებს და ვავითარებთ დარგებს, რომლებიც დასავლეთ ვირჯინიის ეკოლოგიისა და ეკონომიკის აღდგენაში დაეხმარება. დიდი ხანი ვსვამდი კითხვას, რა მოვუხერხოთ პატარა ქალაქებს, რომელთა აღზევება მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო. რა მოვუხერხოთ იმ ადგილებს, სადაც სამუშაო და შესაძლებლობები აღარ არის. როგორ დავუბრუნოთ მათ ცხოვრება, სანამ ზოგი მაღაროების კვლავ გახსნაზე იმედოვნებს, ხოლო სხვები დასავლეთ ვირჯინიაში ფიქალის გაზის მოპოვების განვითარებას იმედით უყურებენ, ტერი თავის იდეებს ახორციელებს. მისი გეგმაა დარგების და ხელობის განვითარება, რომლითაც დასავლეთ ვირჯინია ჯერ კიდევ საწარმოო აღზევებამდე იყო განთქმული. ჯეიმსის კაში ხელს გაბედულად ყოფს. თითქოს და მთელი ცხოვრება მეფუტკრეობით საქმიანობდეს. თუმცა მხოლოდ 3 წელია რაც აქ არის. მანამდე იყო მაღაროელი, ამ წის მესაჭე და მშენებელი. მეფუტკრეობაში სკების გაკეთებით იწყებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველა წვრილმანი შეისწავლა. ახლა ხან ჯეიმსმა ოსტატის მოწმობა მიიღო და ახალბედებს მეფუტკრეობას ასწავლის. იწყებ როგორც ახალბედა და ყოველ დღეს სწავლობ. ყველაფრის გასაგებად დრო არის საჭირო. უბრალოდ წარმოუდგენელია ის თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ფუტკრებს და ამას როგორ აკეთებენ. მიყვარს ჩემი სამუშაო, რაც კი ოდესმე მქონია საუკეთესო სამუშაოა. დასავლეთ ვირჯინიის მცხოვრებთათვის მეფუტკრეობა შეიძლება იყოს როგორც ძირითადი საქმიანობა, ისე დამატებითი სამუშაო. 20-კიდან წელიწადში შემოსავალი $15,000 შეადგენს, რომლის განთავსება უკანა ეზოშიც კი შეგიძლია. შტატში კი მიწა საკმარისზე მეტია. ჩვენთან თაფლის ყიდვისას ფული კონკრეტულად ადამიანებთან მიდის და იმ რაიონებში, რომლის აღდგენასაც ვცდილობთ. ასევე ტყის აღდგენას ხმარდება. დასავლეთ ვირჯინია ხომ ტყით არის განთქმული და გვინდა რომ მომავალშიც ასე იყოს. გვინდა ჩვენი მიწის აღდგენა, რომელიც წარმოებამ გამოფიტა. ასევე გვინდა შტატის აღდგენა, ვინაიდან ის არის აშშ-ის ხერხემალი. ტყის აღდგენა გასული საუკუნის 20-იან წლებში მისი თითქმის სრულად განადგურების შემდგომ მოუხდათ. დღეს ხშირი სიმწვენის შემხედვარი რთულია დაიჯერო, რომ აქ ოდესღაც ტრიალი მინდორი იყო. დასავლეთ ვირჯინია ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შტატია და დანამდვილებით ყველაზე მწვანე. მაღაროელთა მხარეც გამონაკლისი არ არის. აქ მიედინება მდინარე ნიუ რივერი, რომელიც სახელის საწინააღმდეგოდ დედამიწაზე 5-თაგან ერთ-ერთი უძველესია. ნაპირებს იმავე სახელის ხიდი აკავშირებს, რომელსაც საკუთარი რეკორდი გააჩნია. აშშ-ში სიმაღლით მესამე. ხიდის მშენებლობამდე მდინარეზე გადასვლას 1 საათი სჭირდებოდა, იმიტომ რომ ჯერ ციცაბო ფერდობზე ჩასვლა გიხდებოდა. მაგრამ როგორც კი ხიდი ექსპლუატაციაში შევიდა, ის არა მხოლოდ ნაპირების დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი გახდა, ასევე თანამედროვე ვირჯინიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლო. წელიწადში ერთხელ შემოდგომას ხიდი იხურება და სიმაღლიდან ხტომის ფესტივალი ეწყობა. ტურიზმი კიდევ ერთი დარგია, რომლის განვითარებაზეც იმედოვნებენ დასავლეთ ვირჯინიაში. აქ ჩამოდიან ჯომარდობისთვის და ლაშქრობისთვის. შტატის ტერიტორიის 75% ტყით არის დაფარული. ნადირობა, თევზაობა, მეღვინეობა, თხილამურები, რთული აქტიური დასვენების ისეთი სახეობის მოფიქრება, რომელიც დასავლეთ ვირჯინიაში არ არის. ხოლო შტატის სამხრეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიული დასასვენებელი სასტუმრო გრინბრაიერი მდებარეობს, რომელშიც ამერიკის 26 პრეზიდენტი ისვენებდა. აშშ-ში გრინბრაიერი ტერმინ old money-სთან ასოცირდება, ძველი ფული. ასე ეძახიან ყველაზე მდიდარ ამერიკულ ოჯახებს, რომლებმაც ქონება ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მიწურულს და მე-20 საუკუნის დასაწყისში იშოვეს. ეს მსოფლიოში ისეთი ცნობილი გვარებია, როგორიც არის როკფელერი, ფორდი, კარნეგი. ასეთი ოჯახების წევრები გრინბრაიერში თაობების განმავლობაში ისვენებდნენ. ოფიციალურად სასტუმრო ფართო საზოგადოებისთვის ყოველთვის გახსნილი იყო, მაგრამ არაოფიციალურად ეს არის აშშ-ში ყველაზე ელიტური და დახურული
სოციალური კლუბი. წინ ხედით თეთრ სახლს გავს და ამჟამინდელი გრინბრაიერი გაცილებით უფრო დემოკრატიული ადგილია. თუმცა ფული და ძალაუფლება კვლავინდებურად შეკავშირებულია. სასტუმროს მფლობელია შტატის გუბერნატორი. მან დასასვენებელი გაკოტრების პირას გამოისყიდა. დღეს კი აქ სამკურნალო წყაროს გამო ჩამოდიან. ასევე იმისთვის, რომ საკუთარი თვალით იხილონ ცივი ომის დროის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო. 30 წლის განმავლობაში სასტუმროს ქვეშ ატომური საფრთხის შემთხვევისთვის აშშ-ის კონგრესის წევრებისთვის საიდუმლო თავშესაფარი მდებარეობდა. ჭორები მუდმივად ირხეოდა, მაგრამ ეს ხომ ძალიან სულელურია. კერძო კურორტი, კერძო საკუთრება. ხელისუფლება აქ ბუნკერს არასდროს ააშენებდა. ამიტომაც თუ ვინმე ამას კითხულობდა, პასუხი ყოველთვის ერთი იყო. რა სულელური აზრია. თუმცა ყველაზე თვალსაჩინო ადგილას დამალვა ყველაზე საიმედო აღმოჩნდა. ბობი წლობით დადიოდა ამ დერეფანში და ვერც კი ხვდებოდა, რომ აქვე არის შესასვლელი ბუნკერში. დაჯავშნილი კარი, რომელსაც ატომური აფეთქების გაძლება შეუძლია. ზედმეტი კითხვებისაგან ყვავილიანი შპალერით იყო დაფარული. კომპლექსის მშენებლობა 1962 წელს დასრულდა, კარიბის კრიზისის წელს. როგორ მოახერხა ხელისუფლებამ ბუნკერის ასაშენებლად სასტუმროს მფლობელის დარწმუნება? ეს ხომ კერძო საკუთრებაა? მიყვებოდნენ, რომ მფლობელებს არჩევანი არ დაუტოვეს. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა და ცივი ომი გაჩაღებული იყო, ასე რომ გარკვეული აზრით ეს პატრიოტიზმის საქმეც იყო. თუმცა გრინბრაიერის ფუფუნებამ ბუნკერის ტერიტორიაზე არანაირი გავლენა არ იქონია. ასე გამოიყურება ამერიკელი კანონმდებლების საძინებელი. კედლის გასწვრივ ორსართულიანი საძინებლები. მცირე უჯრა პირადი ნივთებისთვის. სასტუმროს დასავლეთ ფრთის ქვეშ მოწყობილია სხდომის დარბაზი, კავშირის ოთახი და სასადილო. ბუნკერში ინახებოდა წყლისა და სურსათის ნახევარწყლიანი მარაგი. სათავსოში იატაკი საკმაოდ თანამედროვედ გამოიყურება. ეს ორიგინალური შეფერილობაა. ძლიერ გაჯერებული გახადეს იმისთვის, რომ ადგილის უკმარისობის პრობლემა გადაეჭრათ. ერთდროულად 400-ზე მეტ კონგრესმენს ვახშამი ან სადილი არ შეეძლო. გათვლა მდგომარეობდა იმაში, რომ ასეთ ინტერიერში დიდი ხანი არავინ ისადირებს. ბუნკერის მდებარეობა კონგრესის წევრებმაც კი არ იცოდნენ. ინფორმაცია მხოლოდ სენატის წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელობას ჰქონდა. ისტორიკოსები დღემდე კამათობდნენ, როგორ მოხდა გაჟონვა. 1992 წელს ბუნკერი გამოცემა ვაშინგტონ პოსტის ჟურნალისტებმა გაამჟღავნეს. გახმაურების შემდგომ ობიექტის დახურვა მოუხდათ. დღეს აქ მუზეუმია. ხოლო სათავსოების ნაწილს კომპიუტერული კომპანია ქირაობს. ფიქრობ, რომ მათ, ვინც ვაშინგტონ პოსტს გადასცეს მონაცემები, ჩათვალეს, რომ ეს ობიექტი მოძველდა. 30 წლის წინ მას აზრი ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ იარაღი გაუმჯობესდა. უფრო ძლიერი და ზუსტი გახდა. ამიტომაც ობიექტის შესაძლო მაინც დაიხურებოდა. ის ხომ ცივი ომის სტრატეგიის ნაწილი იყო, ხოლო 90-იანების ბოლოს საერთო მოსაზრება იმგვარი იყო, რომ მსგავსი ბუნკერი საჭირო არ არის. მაგრამ 11 სექტემბრის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ფიქრობ, რომ ამგვარი ბუნკერები სადღაც არის. ვაშინგტონიდან გრინბრაიერში მატარებლით მისვლა 6 საათში შეიძლება. რკინიგზა ადგილობრივი კურორტების განვითარების საკვანძო ფაქტორი გახდა. თუმცა დასავლეთ ვირჯინიის გადაზიდვების უმეტესობას არა სამგზავრო, არამედ სატვირთო მატარებლები შეადგენდა. ქალაქ კაასში მეტყევეთა სადგურის მარშრუტით შეიძლება გავლა, სადაც მსოფლიოში უდიდესი მოქმედი ორთქმავლების კოლექცია ინახება. მატარებლის სიძველესთან ერთად ის დასავლეთ ვირჯინიის წარსულში მიემგზავრება. დანიშნულების წერტილია სადგური ვიტაკერი. ოდესღაც უდიდესი სახერხი იყო, რომელიც უნგრელი მუშებისთვის იყო აგებული, რომლებიც მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩამოდიოდნენ, როდესაც მზარდი ეკონომიკა სულ უფრო მეტ ხეს მოითხოვდა. მე-19 საუკუნიდან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი იყო ვირჯინიის ყველაზე აღმოსავლეთ ქალაქი ჰარპერსფერი. ჰარპერსფერი ზრდის და განვითარების მიდგომას ასახავს. აქ ორი მდინარე ერთიანდება. ოდესღაც ადამიანმა აქ დასახლება გადაწყვეტა. სახლები და წარმოება ააგეს. არაფრისგან შექმნეს ქალაქი.
ორი მდინარის შინანდოოს და პოტომაკის კვეთაზე განთავსებული აშშ-ს დედაქალაქიდან აპალაჩებში არხისკენ მთავარი წერტილი იყო. დღეს კი ოდესღაც წარმატებული საწარმოო ცენტრი არანაკლებ წარმატებულ ტურისტულ ქალაქად გადაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მისი ტერიტორია, მათ შორის მაღაზიები და კაფეები, არის ეროვნული ნაკრძალი, ჰარპერს ფერიში არ არის ისეთი შეგრძნება, რომ მუზეუმში ხარ. ქალაქი ისეთივე ცოცხალი ჩანს, როგორც ინდუსტრიული განვითარების მწვერვალზე. ჰარპერს ფერი აშშ-ს ყველაზე ლამაზი ქალაქების სიაში მუდმივად ჩნდება. თავის დროზე ის ქვეყნის მესამე პრეზიდენტმაც დააფასა, თომას ჯეფერსონმა, რომელმაც ჰარპერს ფერიში სტუმრობის შემდგომ თქვა, მდინარე პოტომაკზე ამ ხედის გამო ღირს ატლანტიკის გადალახვა. კლდეზე იდგა და ევროპელ ემიგრანტებს მიმართავდა შეხედეთ, რა დამართეთ თქვენს ქალაქებს. დაამახინჯეთ, ბინძურია. იმ ხანად მანჩესტერის მცხოვრებლები ზოგჯერ 20 წლამდეც კი ვერ ცოცხლობდნენ ინდუსტრიული რევოლუციის ნაკლოვანების გამო. ჯეფერსონი ამტკიცებდა, რომ აქ ამერიკაში ყველაფერი სხვაგვარად არის. ჩვენი ქალაქები მშვენიერია. თუმცა პრეზიდენტის სიტყვები წინასწარმეტყველური არ გახდა. არც ჰარპერს ფერისთვის და არც დასავლეთ ვირჯინიისთვის. იმ წლებში, როდესაც ქალაქი საწარმოო ცენტრი იყო, მისი სამუშაო რაიონებს არანაირი საერთო არ გააჩნდათ თანამედროვე ტურისტული ცენტრის ლამაზად მუკირწყლულ ქუჩებთან. ჰარპერს ფერი მრავალ ქალაქთა შორის პირველი გახდა, რომელიც მძიმე მრეწველობის სამსხვერპლოზე შეწირეს. დღეს კი თანამედროვე დასავლეთ ვირჯინიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ეკოლოგიური დაბინძურება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მინდენში. ფრთხილად იარეთ, ბავშვები თამაშობენ. ნიშანი ქალაქის შესასვლელთან აშკარად მოძველდა. მინდონის მცხოვრებლები ცდილობენ ბავშვები რაც შეიძლება იშვიათად გაუშვან ქუჩაში სათამაშოდ და ონკანის წყალის მოხმარებაზე უარს ამბობენ. მინდონი მაღაროელთა მხარის დედაქალაქიდან ბეკლიდან 20 წუთის მგზავრობის მანძილზე მდებარეობს. ეს დასავლეთ ვირჯინიის ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. ზედაპირზე ლაქებს თუ ხედავთ, ეს არის პქბ. პოლიქლორირებადი ბიფენილი. მინდორში ყველასთვის ცნობილია. ქიმიკატს მაღაროში მოწყობილობების გასაგრილებლად იყენებდნენ. მათ შორის ადგილობრივ ნახშირის საწარმოში. 1970-იანი წლების ბოლოს ხელისუფლებამ ნივთიერება მომწამვლელად აღიარა. ამავდროულად მინდონში მაღარო დაიხურა, ხოლო ქიმიკატების შემცველი მოწყობილობები მდინარეში გადააგდეს, სადაც გაჟონვა მოხდა. შევამჩნიეთ, რომ ავადობამ და კიბოსგან სიკვდილიანობამ იმატა. დროთა განმავლობაში აშკარა გახდა, რომ ალბათ ეს ქიმიკატებთან არის დაკავშირებული, რომელსაც მაღაროში იყენებდნენ. სიუზი ორლი ჯენკინსი გამონაკლისი არ გახდა. მინდონის მცხოვრებს 6 ჯერ დაუდგინეს კიბო. ექიმებმა ტესტი გააკეთეს, რათა შეამოწმონ, მაქვს თუ არა ისეთი გენი, რომელიც, როგორც მიიჩნევა, ონკოდაავადებების განვითარებაზეა პასუხისმგებელი. გაირკვა, რომ არანაირი კიბოს გენი მე არ მაქვს, ხოლო ონკოლოგიის სახეობას, რომელიც მქონდა, ხშირად ზუსტად რომ პქბ იწვევს, ვინაიდან ეს ქიმიკატი რეპროდუქტიულ სისტემას ურტყამს. მინდონი ქალაქ მოჩვენებას ჰგავს. დაბინძურებული ადგილებიდან თუ საშუალება ჰქონდათ, უკან მიუხედავად მიდიოდნენ. მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ვერ შევძელი წასვლა, არის ბავშვები. მე და მეუღლეს სამსახური გქონდა. თუ 4 შვილი გყავს, რომელთაგან 3 ერთდროულად კოლეჯში სწავლობენ, უბრალოდ წასვლის უფლება არ გაქვს. სახლის გაყიდვაც არ შეგიძლია, იმიტომ რომ უბრალოდ არავინ იყიდის. 1980-იანი წლების ბოლოს აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტომ მინდონის დაბინძურებისაგან წარმატებით გაწმენდის შესახებ ანგარიში წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მცხოვრებლები კვლავაც ავადობდნენ. ექიმმა ჰასან ამჟადიმ ბეკლიდან პირველმა შეამჩნია, რომ უმეტეს პაციენტს მინდონიდან ზუსტად რომ ონკოლოგიური დაავადება აწუხებს. სტატისტიკის წარმოება დაიწყო და დაავადების და პქბ-ს კავშირი დაადგინა. ახლა მის საქმეს მისი შვილი აინე აგრძელებს. იმის გამო, რომ ეს არის ფილტვების ან კუჭის დამახასიათებელი კიბოს სახეობა, ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ ეს შეიძლება მაღაროში მუშაობის ან მოწევის შედეგი იყოს. მეცნიერულად კავშირის დადასტურება ადვილი არ არის. ამასთან მინდონიდან მრავალი მცხოვრები გადადიოდა და ახლა თუ ვინმე სხვა ადგილას კვდება კიბოსგან, ქალაქთან კავშირის მიკვლევა ძალიან რთულია. მინდონის მცხოვრებთათვის ექიმი აინე ამჯადი მფარველი ანგელოზია. მრავალ მხრივ მისი ძალისხმევის წყალობით 2015 წელს აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტომ მინდონი ქიმიურ დაბინძურებასთან ბრძოლის ზესაჩქარო ობიექტების სიაში შეიტანა. რაც ნიშნავს, რომ თუ შემდგომი ტესტები პქბ-ს სახიფათო დონეს დაადასტურებს, მაშინ ვალდებული იქნებიან, რომ მინდონის მცხოვრებლები სახელმწიფო ხარჯზე გადაასახლონ. ამისთვის სიუზი და დარელი ბოლომდე ბრძოლას აპირებენ. დაბინძურებასთან, დაავადებასთან და ბიუროკრატიასთან. დასავლეთ ვირჯინიაში მოგზაურობას ყველაზე მეტად კავშირის პრობლემები უშლის ხელს. მთიანი მიდამოს გამო, როგორც კი შტატის საზღვარს გადაკვეთთ, არა თუ ინტერნეტი, არამედ ფიჭური კავშირიც კი პრობლემურია. თუმცა ქალაქ გრინბენკში ფიჭური სიგნალის არარსებობა პრობლემა არ არის. პირიქით, უპირატესობა.
პირველი შეჩერება გრინბენკში სატელეფონო ზარისთვის. კავშირი 1 საათის წინ გაქრა. ამიტომაც შეხვედრების შესახებ ძველებურად მოვილაპარაკეთ. რადიო ხარვეზების არარსებობამ დასავლეთ ვირჯინიაში მეცნიერებს მსოფლიოში ყველაზე დიდი მბრუნავი ტელესკოპის აგების საშუალება მისცა. კოსმოსთან კავშირისთვის მთავარი მტერია მობილური კავშირი. ამიტომაც ტელესკოპის გარშემო 130,000 კვადრატული კილომეტრის ფართობზე რადიო დუმილის ეროვნული ზონა მოქმედებს. ელექტრომაგნიტური გამოსხივების არარსებობის გამო გრინბენკში ჩამოდიან ისინი, ვინც ფიჭური ტელეფონის და ინტერნეტის მიმართ თავს ზემგრძნობიარად თვლიან. ჯონ ბაუზერმანის მანქანა ყველა სახის სენსორებითა და მოწყობილობებით არის სავსე. მის რადარს ვერც ერთი რადიო ხარვეზი ვერ დაემალება. ჯონი რადიო დუმილის ზონის წესებს იცავს. ზოგჯერ რომელიმე ახალი კომპანია ან მაღაზია ჩნდება და უბრალოდ რადიო გადამცემს ან ინტერნეტ რაუტერს ანთავსებს. ზოგჯერ არც კი იციან, რომ აქ არის სიჩუმის ზონა. ამიტომაც ყურადღებით უნდა იყო. ჩვენი ტელესკოპი იმდენად მგრძნობიარეა, რომ მარსიდან ფიჭური ტელეფონის სიგნალის დაჭერასაც კი შეძლებდა. მაიკლ ჰოლშტაინი გრინბენკის კვლევით ლაბორატორიას უკვე 28 წელია ხელმძღვანელობს. მთავარია წითელ ღილაკს არ დააჭირო. ტელესკოპი გიგანტურ თანამგზავრულ ანტენას ჰგავს. წელიწადში 6500 საათი ცაში ყურადღებით იხედება და კოსმოსიდან სიგნალებს იჭერს. კვირაში ერთხელ ტელესკოპი ისვენებს, გამართვისა და შეკეთებისთვის. რა დროსაც მის ზედაპირზე ასვლის ერთადერთი შესაძლებლობა ჩნდება. ახლახან დავასკვენით, რომ ეს არის პირველი გუსლები, რომელიც ტელესკოპის ზედაპირს შეეხო. ქათქათა თასი აბრმავებს და რეალობას და ფანტასტიკის ზღვარს შლის, რათა დავიჯეროთ, რომ სადღაც იქ სხვა სამყაროები არის. ზედა პლატფორმაზე ტელესკოპის გული მდებარეობს. აქ მოკრებილია კოსმოსიდან მიღებული მონაცემები. მაგრამ სრულად გულწრფელად რომ ვთქვათ, აქ სული გეკვრება, არა იმ გადამწყვეტი აღმოჩენების გამო, რომელიც ტელესკოპის მიერ აგროვებული მონაცემების მეშვეობით შეიძლება გაკეთდეს. არამედ გაცნობიერებისაგან იმისა, რომ თხელ ლითონის გისოსებზე დგახარ, ქვევით კი 150 მეტრი სიცარიელია. ვინაიდან ტელესკოპი ძალზე მგრძნობიარეა, 13.5 მილიარდი წლიდან მოსული სიგნალის მიღება შეგვიძლია, ანუ უმალვე დიდი აფეთქების შემდეგ. უილ არმენტრაუდი მონაცემებს ირმის ნახტომის წყობის აღსაწერად იყენებს. თუ გარეთ გახვალ, 100,000-მდე ვარსკვლავს დაინახავ. ეს უახლესი ვარსკვლავებია. ჩვენგან რამდენიმე ასეული სინათლის წელიწადში, მაგრამ ეს მხოლოდ მცირედი ნაწილია. დანარჩენი გაზითა და მტვრითი ბლოკება. ამიტომაც იმას, რაც galaktikis კიდეში მდებარეობს, ჩვეულებრივ ტელესკოპშიც ვერ ვხედავთ. ხოლო რადიოტელესკოპი ყველა ამ დაბრკოლებას აღწევს. ახალგაზრდა მეცნიერებათა დოქტორი დასავლეთ ვირჯინიიდან შტატის დამახასიათებელი მცხოვრების წარმოდგენაში საერთოდ არ ეწერება. დასავლეთ ვირჯინიის შესახებ სტერეოტიპები მაიკლისთვის კარგად არის ნაცნობი. ამიტომაც ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი მსოფლიოდან და ამერიკიდან ტელესკოპის სანახავად ჩამოდიან, არა მხოლოდ ლაბორატორიის შესახებ უყვება, ასევე შტატის შესახებაც. დასავლეთ ვირჯინიის მცხოვრებლები ძალიან განსხვავებულები არიან. განსხვავებული ბედითა და პროფესიებით. ჩვენთან ბევრი შრომა არის მიღებული. საკუთარი თავისთვისაც და შტატისთვისაც. ასევე წარმოუდგენელი ბუნება გვაქვს. მიმოიხედეთ გარშემო. გარშემო სქერი ნისლია, გზატკეცილის გასწვრივ მინდვრის ყვავილები და ტყე ასეულობით ნაკადულით. ბუნება დასავლეთ ვირჯინიის მცხოვრებლებს ყველა განსაცდელისაგან კურნავს. ქანთრი მუსიკოსის ჯონ დენვერის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიმღერაშიც კი ამ მთებსა და შტატის მიმართ სიყვარულზეა ნათქვამი. დასავლეთ ვირჯინიას ბუნებრივ სიმდიდრეს ვერც ერთი ეკონომიკური კრიზისი ვერ წაართმევს. მართალია ტურიზმმა და მეფუტკრეობამ მძიმე მრეწველობა ჯერ ვერ ჩაანაცვლა, მაგრამ ამ შტატში ზოგჯერ ცვლილებებისთვის საჭიროა მხოლოდ ერთი ადამიანი არ იყოს გულგრილი და თუნდაც გზები აქ დაკლაკნილი და ციცაბოა, ყველას მაინც შინისკენ მიჰყავ ხარ.